საქართველოზე და ქართულ ღვინოზე შეყვარებულ ადამიანებს იმედის კვირა მსოფლიოს მასშტაბით ეძებს და პოულობს კიდეც. ამჯერად ჩვენი მასპინძელი შვეიცარიაში ვალეს მხარეში მცხოვრები მეღვინეა, რომელთანაც დაკავშირებაში საქართველოს ელჩი შოთა გეწაძე დაგვეხმარა. როდესაც ვალეს ვამბობ, სამცხე ჯავახეთს არ გულისხმობ, ეს მხარე სამხრეთ შვეიცარიაშია. სწორედ ამ მხარეში ალპების ძირში გაშენებულ პატარა სოფელში გვიმასპინძლა ამადე მატიერი. შვეიცარელმა მეღვინემ ქვევრი 10 წლის წინ საქართველოში პირველი ვიზიტისას ნახა. ქვევში ღვინის დაყენების ტექნოლოგიით და ღვინით იმდენად მოიხიბლა, რომ ახლა მის მარანს 43 ქართული ქვევრი ამშვენებს. ხატია იობიძე და გიორგი ხითარიშვილი სტუმრობდნენ შვეიცარიული ღვინის დედაქალაქს და ვნახოთ ექსკლუზიური რეპორტაჟი. ეს პატარა ლამაზი სოფელი ალპების ძირში სალგლეშია. შვეიცარიის სამხრეთში, ვალეს მხარეში, რომელიც საქართველოს მხოლოდ ტოპონიმიკით არ მოგაგონებთ. შვეიცარიაში ამბობენ, რომ სალგლეში ღვინის დედაქალაქია. სოფლის ტერიტორიების 75%-ზე ვენახია გაშენებული. აქ ვაზის თითოეულ ძირს შვილივით უვლიან. სალგლესში ყურძნის მოსავალი განსაკუთრებულია. ჰავის, ნიადაგის და როგორც ადგილობრივები ამბობენ, იმ განსაკუთრებული სითბოს დამსახურებით, რომელსაც მზე აკასხივებს. შვეიცარიის სამხრეთში ამადე მატიერი გვმასპინძლობს. მეღვინე, რომელმაც ალპების ჰავაზე გაზრდილი ვაზის მტევნები და ქართული ქვევრი 8000 წლიანი ისტორიით ერთმანეთს შეახვედრა და დაამეგობრა. ღვინის სამშობლოდან ჩამოტანილი თილისმა ქვევრი მის მარანს დღემდე ამშვენებს. შეიძლება ითქვას, რომ დავიბადე ვენახში, გავიზარდე ღვინის კასრში, ახლა კი ღვინის სასმისში ვცხოვრობ. მთელი ცხოვრება ამ მარანში და გარშემო გაშენებულ ამ ვენახებში მაქვს გატარებული. მატიერების ოჯახში ღვინის დაყენების ტრადიციას საუკუნოვანი ისტორია აქვს. პირველი მეღვინე ბაბუა იყო. ბაბუის დაწყებული საქმე მამამ გააგრძელა და როგორც ჩვენი მასპინძელი გვეუბნება, ბავშვობისას პატარა ბიჭი ისე აღივსო შთაბეჭდილებებით, გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრება ვენახისთვის და ღვინისთვის დაეკავშირებინა. ვენახი 50 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. ჩვენი მეღვინეობის ერთ-ერთი თავისებურებაა, რომ 42 ჯიშის ვაზი გვაქვს. მათგან რამდენიმე განსაკუთრებულია, რადგან მხოლოდ ამ მიდამოებში ხარობს. ზუსტად ისევე, როგორც საქართველოში საფერავი. ჩვენ გვაქვს პეტიტ არვინი, ჰეიდა, წითელი ჯიშები, პინო ნუარი, ჰუიმანი, კორნალინი. ქვევრი პირველად 20 წლის წინ ნახა და მიხვდა, რომ ეს იყო ის, რაც მის მეღვინეობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდიდა. ბევრი არ უფიქრია. ქართველი მეგობრების და ოჯახის წევრების დახმარებით 2006 წელს მის მარანში პირველი ქვევრი გამოჩნდა. თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში ყოფნის დროს ჩემი ყურადღება მიიქცია ჭურჭელმა, რომელიც ქვევრი აღმოჩნდა. გულში ჩამრჩა, როცა შვეიცარიაში დავბრუნდი, ყველას მხოლოდ ქვევრზე და მასში ღვინის დაყენებაზე ვუყვებოდი. ბოლოს მამასთან და ძმასთან ერთად გადავწყვიტე წამომეღო ქვევრი შვეიცარიაში. მთელი ოჯახი მონდომებული იყო. ჩემს ქართველ მეგობრებს დახმარება ვთხოვე 7 ქვევრის შეძენაში და მათი დამსახურებით. 3 თვეში ჩვენს მარანში პირველი ქვევრი გაჩნდა. ძალიან მიყვარს ქვევრში ღვინის დაყენება. და ამ ეტაპზე 43 ქვევრი მაქვს. მას შემდეგ ყოველ წელს ასია. როცა რთველი დასრულდება, ყურძენს დაწურავს და შესაბამის კონსისტენციამდე მიიყვანს, წვენი ქვევრში გადააქვს და მასში 24 თვე აჩერებს. ამისთვის ქვევრებს წინასწარ ამზადებენ. ვიდრე წვენს გადავიტანთ, ქვევრებს შესაბამისი სითხით ვწმენდით. საჭიროა ქვევრში ჩასვლა და ხელით მისი გაწმენდა. ამადე მატიერიმ ღვინის ქართული ტრადიცია შეიყვარა თავად და შეაყვარა ადგილობრივებსაც. უნდა რომ ქართული თილისმა კიდევ უფრო ფუნქციური გახადოს, რათა ახალი გემო შექმნას. ჩვენ 40 სხვადასხვა ჯიშის ყურძენი გვაქვს. ქვევში ღვინის დაყენებისას აუცილებელია ისეთი ჯიშების შერჩევა, რომელიც ყველაზე კარგად ესადაგება ქვევრს. ჩვენ გვაქვს მთის ღვინის ტრადიციაც. ეს ქართულივით 1000 წლოვანი ტრადიცია არ არის, მაგრამ რამდენიმე ასეულ წელს ესეც ითვლის. ჩვენ კი ახლა ვცდილობთ იმ ჯიშების კომბინაცია შევქმნათ, რომლებიც ყველაზე მეტად ესადაგება ქვევრს. ადგილობრივებს ეს ძალიან აინტერესებთ და აღფრთოვანებას ვერ მალავენ, როდესაც სინჯავენ. ქვევში დაყენებული ღვინის გასინჯვისას მათ ვუხსნი ყველა დეტალს. ხალხი თავიდანვე კმაყოფილია ქვევრში დაყენებული ღვინით. დაგვეთვალიერებინა მარნის სხვა ტერიტორიაც. დავაგემოვნეთ ღვინო, რომელიც შარშან ქვევრში დააყენა.
როდესაც შვეიცარიაში მასპინძელი ღვინოს მოგაწოდებს, არსებობს ესეთი ტრადიცია. ღვინო ხელში უნდა დაიჭირო და უნდა თქვა სანტე. საქართველოს და ქართული ღვინის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია შვეიცარიაში ჩვენი ქვეყნის ელჩისთვის. მატიერების მეღვინეობის მეურნეობაში სტუმრობისას შოთა გეწაძემ კიდევ ბევრი რამ უამბო შვეიცარიელ მეღვინეს საქართველოზე, მის ტრადიციებსა და ქვევრის მნიშვნელობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობისათვის, ქართული კულტურის, ტრადიციების, ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის და ეს ბუნებრივია ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და მეგობრობას. საქართველოს საელჩო ბუნებრივია ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობებს საქართველოსა და შვეიცარიას შორის და განსაკუთრებით ურთიერთობას, როდესაც იგი შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს საქართველოსთვის განსაკუთრებულად ღვინოს, ქართულ ღვინოს. ხოლო ამ შემთხვევაში ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენება შვეიცარიაში. სალგლეშიდან და მატიერების მეღვინეობიდან ქალაქ ბიელში ღვინის ადგილობრივი გამოფენისკენ ავიღეთ გეზი. გამოფენაზე შევხვდით საქართველოში შვეიცარიის ყოფილ ელჩს. ლუკას ბეგლინგერი წლებია მეუღლესთან ერთად უჯარმაში ცხოვრობს და ქართული ღვინის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი აქვს. გამარჯოს. მე საქართველოში პირველად 10 წლის წინ შვეიცარიის ელჩის რანგში ჩამოვედი. მე კარგად გავიცანი თქვენი ერი, მიწა და ღვინო. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ საქართველოში დავრჩენილიყავით. ძალიან გვიყვარს თქვენი ქვეყანა, გვიყვარს ქართველი ხალხი. ავაშენეთ სახლი და ასევე მოვისურვეთ რაიმე სასიკეთოს გაკეთება. ისეთის, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოსა და შვეიცარიას შორის კავშირს. ქართული ღვინის შვეიცარიაში იმპორტი გადავწყვიტეთ. რადგან უჯარმაში ვენახი არ აქვთ, ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სოფელში მეუღლესთან ერთად არჩევს ყურძნის საუკეთესო მოსავალს, აყენებს ღვინოს და მხოლოდ საიმედო პროდუქცია გააქვს ექსპორტზე შვეიცარიაში. ეს ღვინო აქ შვეიცარიაში იყიდება. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ლიცენზია, რომელიც შვეიცარიაში ღვინის იმპორტის უფლებას გვაძლევს. გვაქვს ონლაინ მაღაზიაც და მთელი შვეიცარიის მასშტაბით ვყიდით ღვინოს. ამავე დროს ჩვენ ვესწრებით ასეთ გამოფენებს. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა მომხმარებელი რომ გაიცნო და ამავე დროს რომ მათ გაიცნონ ქართული ღვინო. გამოფენაზე ქართული კუთხე მოაწყო, მეტიც ხევსურული ქუდიც მოირგო. სწორედ ასე გააცნო შვეიცარიელ დამთვალიერებლებს საქართველო თავისი ტრადიციებით. წარმოების დაწყებამდე ვიცოდი რომ ქართულ ღვინოზე ბევრმა არ იცოდა. ეს საინტერესოა და უნიკალურია. საქართველო ხომ ღვინის სამშობლოა. მას განსაკუთრებული ისტორია აქვს და მოხარული ვარ რომ მეც მისი ნაწილი გავხდი. ეს ძალიან სასიამოვნოა. როცა ხალხს ამ ღვინოს თავაზობ, აღტომანებას ვერ მალავენ. და მე მათ ვუხსნი რომ ეს გახლავთ ქართულ ქვევში დამზადებული ღვინო და არა იმიტაცია. ამის შემდეგ დაინტერესება უფრო იზრდება. ძალიან დასაფასებელია მისი მხრიდან ასეთი დაინტერესება ქართული ღვინის მიერ. მან შექმნა საწარმო, ღვინის საწარმო საქართველოში, იგი ცხოვრების ნახევარს დაახლოებით უკვე საქართველოში ატარებს. განსხვავებული გემოები და აღმოაჩინეს ქართულ ღვინოში და ბუნებრივია დიდი კმაყოფილებით ეკიდებიან, ინტერესით ეკიდებიან და გამოთქვავენ სურვილს, მე არაერთხელ მომისმენია მათგან ასეთი რამ, იმოგზაურონ საქართველოში, რომელიც არის არაუბრალოდ ტურისტული დანიშნულების ადგილი, არამედ ღვინის სამშობლო. შვეიცარიაში ქართული ღვინის პოპულარობა სულ უფრო იზრდება და ამაში დიდია საქართველოზე შეყვარებული ორი შვეიცარიელი მეღვინის წვლილიც, რომლებიც ცდილობენ შვეიცარიელებს რაღაც განსაკუთრებული და განსხვავებული შესთავაზონ და ეამაყებათ, რომ ეს განსაკუთრებული სწორედ უძველეს ქართულ ტრადიციებს უკავშირდება.